თქვენ ალბათ გსმენიათ ის ცნობილი ფრაზა, რომ შესაძლოა პოლიტიკით არ ინტერესდებოდე, მაგრამ პოლიტიკა შენით მაინც დაინტერესდება. ახლა წარმოიდგინეთ იგივე ოღონდ ბევრად უფრო მასშტაბურად და ხელოვნურ ინტელექტზე და ეს არ არის რაღაც შორეული მომავალი. აი იმ მასალების მიხედვით, რაც ვნახეთ, ეს ის რეალობაა, რომელშიც ფაქტობრივად უკვე ვცხოვრობთ. დიახ, დღეს სწორედ ამ თემას ჩაუღრმავდებით. ჩვენ გამოვყავით ორი ძალიან გავლენიანი ფიგურა. ერთი არის ილია სუცკევერი, OpenAI-ის ერთ-ერთი მთავარი გონება და მეორე ერიკ შმიტი, Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ანუ ადამიანები, ვინც ამ პროცესებს შიგნიდან იცნობენ. ხო და ჩვენი მისია დღეს არის, რომ გავაანალიზოთ მათი შეხედულებები და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებები. რას ნიშნავს, როცა კომპიუტერი შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, რასაც ადამიანი აკეთებს? რა გველის უახლოეს 1, 3 ან 5 წელიწადში? მოდით ვცადოთ და გავერკვეთ. მოდი ილია სუცკევერით დავიწყოთ. ის ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, ციტატა რომ მოვიყვანო, ყველაზე უჩვეულო დროში. და ამის ერთადერთი მიზეზი, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტია. ის ამბობს, რომ დღესაც კი AI-ის ცვლის სამუშაოს ბუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. კი, და მისი ლოგიკა საოცრად მარტივი და ამავდროულად ცოტა შემოძრუწუნებელია. სუცკევერი ამბობს, მოდი დავფიქრდეთ, რა არის ადამიანის ტვინი? ხომ არის ბიოლოგიური ნეირონული ქსელი, ერთგვარი კომპიუტერი. ბიოლოგიური კომპიუტერი კი. ხო და თუ ამას ვაღიარებთ, რატომ არ უნდა შეეძლოს ციფრულ ნეირონულ ქსელს, ანუ ციფრულ ტვინს, იგივეს გაკეთება? ის ამბობს, რომ არ არსებობს არადაირი ფიზიკის კანონი, რომელიც ამას კრძალავს. მოიცა, ანუ ის არ საუბრობს იმაზე, რომ თქვათ მონაცემთა ანალიტიკოს ჩაანაცვლებს. ის გულისხმობს ყველაფერს. მხატვრებს, მწერლებს, მეცნიერებს, ამის წარმოდგენაც კი რთულია. ზუსტად. ის ამბობს, რომ დადგება დღე, როდესაც AI შეძლებს არა უბრალოდ ზოგიერთი, არამედ ყველა იმ საქმის გაკეთებას, რისის სწავლაც ადამიანს შეუძლია. და აქ სვამს ორ მთავარ კითხვას. პირველი, რა მოხდება მაშინ, როცა კომპიუტერები ჩვენს ყველა სამუშაოს შეასრულებენ? და მეორე, რისთვის გამოვიყენებთ ამ ზედლიერ ზეადამიანურ ინტელექტს? კვლევებისთვის, ეკონომიკის ზრდისთვის, თუ და ეს ამთავარი, თავად ხელოვნური ინტელექტის კვლევისთვის. ეს ხომ ნიშნავს, რომ პროგრესი უბრალოდ აფეთქდება, პროგრესი პროგრესზე. კი, ეს იქნება პროგრესის ექსპონენციალური ზრდა. წარმოიდგინე, AI, რომელიც საკუთარ თავს აუმჯობესებს ადამიანზე ბევრად სწრაფად. სუცკევერი თვითონაც აღიარებს, რომ ამის ემოციურად გათავისება ძალიან რთულია. ეს ხომ ეგზისტენციალური შოკია. ჩვენ როგორც სახეობა აღარ ვიქნებით პლანეტაზე ყველაზე ჭკვიანი არსებები. აბსოლუტურად, მაგრამ მისი მთავარი მოწოდებაა, რომ თვალი არ დავხუჭოთ. არ თქვათ, რომ ეს შორეული მომავალია. მისი რჩევა ძალიან პრაქტიკულია. უბრალოდ გამოიყენეთ დღევანდელი საუკეთესო მოდელები. ეთამაშეთ, დაუსვით რთული კითხვები. ამ პროცესში, მისი თქმით, ჩვენ გამოვიმუშავებთ ინტუიციას, თუ საით მივდივართ. და ეს ინტუიცია მოგცემს ენერგიას, რომ გავუმკლავდეთ იმას, რასაც ის უწოდებს კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს გამოწვევას. დიახ, ზუსტად. კარგი, ეს ძალიან ფართო და ფილოსოფიური ხედვაა. მაგრამ ახლა გადავინაცვლოთ ერიკ შმიტთან, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან კონკრეტულ ვადებში სვამს. და მისი პროგნოზები, მართალი გითხრათ, ცუდა საგანგაშოა. შმიტის პერსპექტივა ბევრად უფრო მიწიერია კი, ის საუბრობს იმაზე, რაც მისი აზრით უახლოეს წლებში მოხდება. და იწყებს ძალიან თამამი განცხადებით. მისთვის AI გახდება ძირითადი სამუშაოს შემსრულებელი, ანუ კოდის წერის პროცესის დიდი ნაწილი იქნება ავტომატიზებული 1 წელი. ეს ხომ წარმოუდგენელია. საუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე. ის სრულიად სერიოზულია და ამას ხსნის კიდეც. დიდი ენობრივი მოდელები ხომ არსებითად სიტყვების გამოცნობის მანქანებია. და ამოჩნდა, რომ პროგრამირების ენებს, მაგალითად Python-ს, ადამიანურ ენასთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრი ლოგიკური სტრუქტურა აქვთ. ნაკლებია გამონაკლისი, ნაკლებია უნაზროვნება,
ამიტომ AI-ისთვის მათი სწავლა ბევრად მარტივია. და ის იმავე ერთ წელიწადში მათემატიკაზეც საუბრობს, ხო? დიახ, ამბობს, რომ გვექნება AI, რომელიც მათემატიკაში მაგისტრატურის დონეს ურთულეს ამოცანებს გადაჭრის. და ახსენებს ტერმინს რეკურსიული თვითგაუმჯობესება. ეს რას ნიშნავს? და საკუთარი თავის შექმნაში. შმიტის თქმით, წამყვან ლაბორატორიებში AI უკვე წერს ახალი უფრო მძლავრი მოდელების კოდის 10-20%-ს. და ეს პროცესი ხომ ხდები წრეზე მიდის. უკეთესი AI წერს კიდევ უფრო უკეთესი AI-ს კოდს. გასაგებია. ეს იყო პირველი წელი. რა ხდება 3-5 წელიწადში? აქ უკვე AGI-ზე გადავდივართ. დიახ, AGI, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, Artificial General Intelligence. ეს არის სისტემა, რომელიც ისეთივე ჭკვიანი იქნება, როგორც ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. წარმოიდგინეთ, რომ ჯიბეში გყავთ მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსი, ხელოვანი და მწერალი ერთდროულად. ეს უბრალოდ Google-ის უკეთესი ვერსია არ არის, ხო? ეს ცვლის ყველაფერს. განათლებას, ექსპერტიზას, ექიმს რატო უნდა ვენდო თუ ჩემი AGI უკეთეს დიაგნოზს სვამს? ან იურისტს. სწორედ ეს არის საკვანძო კითხვა. ეს ძირს უთხრის ზოგადად ექსპერტის ცნებას. და შმიტი აქ არ ჩერდება. დაახლოებით 6 წლის პერსპექტივაში ის საუბრობს ASI-ზე, ხელოვნურ სუპერინტელექტზე. ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში? ეს ხომ ან ცივილიზაციის დასასრულია, ან სრულიად ახალი ეპოქა. ის ამას სან-ფრანცისკოს კონსენსუსს უწოდებს. ანუ ამბობს, რომ სილიკონის ველზე ბევრი ფიქრობს ასე. და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი საზოგადოება, კანონები, ეთიკა, დემოკრატია აბსოლუტურად მომზადებელია ამისთვის. მასთან ურთიერთობა იგივე იქნება, რაც ჭიანჭველისთვის ადამიანის მოტივაციის ახსნის მცდელობა. კარგი, ეს ძალიან მასშტაბურია. მოდი უფრო პრაქტიკულ მაგალითზე გადმოვიდეთ. შმიტი აგენტებზე საუბრობს. ეს რა არის? აგენტი არის AI პროგრამა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება, არამედ მოქმედებაც. მას მოჰყავს სახლის ყიდვის მაგალითი, რომელიც კარგად ხსნის ამას. წარმოიდგინე, რომ უბრალოდ ამბობ, მინდა სახლის ყიდვა. და მერე? ერთი აგენტი პოულობს მიწას. მეორე ამოწმებს კანონებს. მესამე ქმნის სახლის დიზაინს, შენი გემოვნებით. მეოთხე ქირაობს მშენებელს. მეხუთე იხდის გადასახადებს, მეექვსე კი თუ რომ შევდაჟალმოდ მოკდა, მშენებელს უჩივის. და მე ამ პროცესში ფაქტობრივად არ ვერევი. კი, შენ უბრალოდ საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებ, დანარჩენი ავტომატიზებულია. ეს იგივე ლოგიკა ხომ შეიძლება მოერგოს ნებისმიერ რამეს, მაგალითად, ბიზნესის დაწყებას. ზუსტად. და აქ არის მთავარი აზრი. ეს აღწერს ნებისმიერ ბიზნესს, სამთავრობო თუ აკადემიურ პროცესს. სწორედ ამიტომ ამბობს შმიტი, რომ ცვლილებები მხოლოდ პროგრამისტებს არ შეეხებათ. ეს შეეხება იურისტებს, მენეჯერებს, ყველას. და მივედით მთავარ კითხვამდე. სამსახურები. შმიტი ამბობს, რომ ისტორიულად ავტომატიზაცია ყოველთვის მეც სამუშაო ადგილს ქმნიდა. რატომ უნდა იყოს ახლა სხვაგვარად? ეს კლასიკური არგუმენტია, მაგრამ შმიტც კი აღიარებს, რომ ამჯერად შესაძლოა სიტუაცია განსხვავებული იყოს. ისტორიულად მანქანები ანაცვლებდნენ ფიზიკურ შრომას და ქმნიდნენ ახალ კოგნიტურ სამუშაო ადგილებს. ახლა კი AI პირდაპირ კოგნიტურ სფეროს უმიზნებს. კითხვა ისაა, რას შევქმნით, როდესაც ფიქრის ავტომატიზაციას მოვახდენთ? და ის აზიის მაგალითს ახსენებს. დიახ, ეს საინტერესოა. ის ამბობს, რომ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, სადაც შობადობა დაბალია და სამუშაო ძალა მცირდება, AI-ს განიხილავენ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამოსავალს. მაგრამ დასავლეთში, სადაც ეს პრობლემა ასე მწვავედ არ დგას, შედეგები შეიძლება სულ სხვა იყოს. კარგი, შმიტი კონკრეტულ ტექნოლოგიებზეც საუბრობს, რომლებსაც უკვე წელს უნდა ველოდოთ. პირველი არის უსასრულო კონტექსტის ფანჯრები. რას ნიშნავს ეს მარტივად? მარტივად რომ თქვათ, დღევანდელ AI-ს ხშირად ავიწყდება გრძელი საუბრის დასაწყისი. მისი მეხსიერება შეზღუდულია. უსასრულო კონტექსტი კი ნიშნავს, რომ AI-ს ემახსოვრება ყველაფერი. ეს მას საშუალებას აძლევს შეასრულოს რთული, მრავალეტაპიანი პროექტები. გასაგებია. გრძელვადიანი მეხსიერება. მეორე, აგენტები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. კი, მაგრამ აქ ის საინტერესო დეტალს ამბობს.
რომ დიდი კომპანიები, Google, Microsoft ცდილობენ შექმნან საკუთარი დახურული აგენტების ეკოსისტემები. ანუ, მომხმარებელი საკუთარ კედლიან ბაღში ჩაკეტონ. ეს არის ბრძოლა მომავლის ციფრული ეკოსისტემის კონტროლისთვის. და მესამე, ტექსტიდან კოდის გენერირება. აქ სახალისო მაგალითი მოხავს. კი, იუმორისტული, მაგრამ კარგად აჩვენებს პოტენციალს. ამბობს, წარმოიდგინეთ, რომ AI-ს ავალებთ. დამიწერე პროგრამა, რომელიც მოიძიებს ექსპერტებს, დაპატიჟებს ღონისძიებაზე და თუ ვინმე უარს იტყვის, სინთეზური ხმით დაურეკავს და ეტყვის, რომ სულელები არიან. კარგი, ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესობაა, მაგრამ ავტომატიზაციის დონეს კარგად გვიჩვენებს. ერთი ბრძანებით იქნება რთული პროგრამა. ზუსტად. და საბოლოოდ მთელი ეს დებატი ისევ AGI-მდე მიდის. მთავარი კითხვა, როდის შეძლებს კომპიუტერი თავად დაისახოს მიზნები. არა უბრალოდ შეასრულოს ჩვენი დავალება, არამედ თავად მოიფიქროს, რა გააკეთოს. შმიტი ფიქრობს, რომ ეს გარდაუვალია, მაგრამ ზუსტი დრო, რა ვიცი, უცნობია. თუმცა მიმართულება აშკარაა. მაშ რა დასკვნამდე მივდივართ? ერთი მხრივ გვაქვს სუცკევერის ფილოსოფიური ხედვა, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია. მეორე მხრივ შმიტის ძალიან კონკრეტული და მართალი გითხრათ, საგანგაშოდ სწრაფი ვადები. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ორივე ფაქტობრივად ერთსა და იმოვეს ამბობს. ცვლილებების მასშტაბი იქნება უპრეცედენტო. და მათი მთავარი გზავნილია, რომ ეს აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს პროცესები ახლა მიმდინარეობს და ტემპი მუდმივად იზრდება. ჩვენი ამოცანაა, ყურადღება მივაქციოთ და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვეგუებით ამ ახალ რეალობას. კი, გავიაზროთ რა ხდება ჩვენ თვალწინ. და ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ერთი კითხვა დასაფიქრებლად. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ AI გააკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ASI, ანუ სუპერინტელექტი, დაიწყებს ისეთი მიზნების დასახვას, რომლებიც სრულიად უცხო და გაუგებარია ადამიანური აზროვნებისთვის. თუ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია საკუთარი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზნების გენერირება, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ეს მიზნები ჩვენსას შეესაბამება, ან თუნდაც, რომ მათი გაგება მაინც შეგვეძლება.